მარნეულის ცენტრში 20 წლის ბიჭს გლოვობენ. ახალგაზრდა მამაკაცი სასტიკი მკვლელობის მსხვერპლი გახდა. მას ყელი გამოჭრეს. რა გახდა უმუთ ბაირამოვის მკვლელობის მიზეზი? წარსულში მომხდარი უთანხმოება, ყოფით ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტი თუ რამდენიმე დღის წინ მის საკუთარ ქორწილში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირება. ადგილობრივები ამბობენ, რომ ბრალდებულმა ემინ იუსუფოვმა უმუთ ბაირამოვი ისეთ ადგილას დაიბარა, სადაც ხალხი არ მოძრაობს, რათა თავის განზრახვაში ხელი არ შეშლოდა. 20 წლის უმუთ ბაირამოვს ცივი იარაღით ყელზე და სხეულზე სასიკვდილო ჭრილობები აქვს მიყენებული. სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებების გამო მსხვერპლის საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. კლინიკაში განგვიმარტეს, რომ სასწრაფო დახმარების მანქანით ბაირამოვი შუადღის 4 საათზე მიიყვანეს. სავარაუდოდ მასზე თავდასხმიდან რამდენიმე საათის შემდეგ, როდესაც ის მძიმე დაზიანებებით იპოვეს. და რაზე მოხდა უჩხუბი და საფუძველი? რატომ მოკლა? მიზეზი რა იყო? განა დაცხმა, რატო დაცხმა? მკვლელობაში ბრალდებული 22 წლის ემინ იუსუფოვია. მას შემდეგ, რაც მან 20 წლის ბიჭი დანი დაჩეხა, შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, თუმცა სამართალდამცველებამ მალევე დააკავეს. იუსუფოვი წარსულში არაერთხელ იყო ნასამართლები. მან საპატიმრო შემთხვევამდე რამდენიმე დღით ადრე დატოვა. ადგილობრივები მკვლელობის ვერსიებს განიხილავენ. ამბობენ, რომ ბრალდებულსა და მოკლულს წლების ნაცნობობა აკავშირებდათ. წარსულში ერთ კორპუსშიც ცხოვრობდნენ. ადგილობრივების თქმით, კონფლიქტი შესაძლოა მოკლულის უმუთ ბაირამოვის მამას და ბრალდებულის ნაცნობობას უკავშირდება. ემინ იუსუფოვი და მოკლულის მამა სასჯელს ერთ საკანში იხდიდნენ. ზიოდნენ იქაო. ეფერებდაო, ეგრე. კარგი ურთიერთობა ჰქონდათ? კარგი ურთიერთობა. ყველანი იძახის, რომ როგორ მოხდა, რომ ეფერებდა იქაო და აჭმევდა, ასმევდა. მისი შვილი როგორ მოკლაო? როგორ მოხდა? ოლელს ყავდა მამა ტაქსისტი, მაღლა ცხოვრობდა მეხუთე სართულზე. ამ კორპუსში. ამ კორპუსში და შეიძლება მაინც ისომდნენ ერთმანეთს ახლა როგორც მეზობლები იყვნენ. ჩხუბი რატომ მოხდა ხო არის? და ახალი გამოსულია ეს. მის და დანეცი და მკვლელობის ერთი ვერსია კი უმუთ ბაირამოვის ქორწილს უკავშირდება, რომელიც რამდენიმე დღის წინ იმ ადგილას გადაიხადეს, სადაც ახლა მოკლულის ფოტოსურათი კიდია. ადგილობრივები შაბათის ფორმულასთან საუბრისას ამბობენ, რომ ქორწილში ურთიერთშელაპარაკება მოხდა, რის შედეგადაც ერთი პირი სავარაუდოდ კლინიკაში მიიყვანეს. ჩვენ შევეცადეთ გაგვერკვია, შეიძლებოდა თუ არა, რომ სწორედ ეს კონფლიქტი გამხდარიყო რამდენიმე დღეში სასტიკი მკვლელობის მიზეზი. მარნეულის კლინიკებში გადამოწმების შედეგად გაირკვა, რომ 26 მარტს ღამის 22 საათსა და 10 წუთზე ავერსის კლინიკაში პაციენტი საკუთარი ფეხით ღია ჭრილობით მივიდა. თუმცა პაციენტი ამბობდა, რომ მან დაზიანება დაცემის შედეგად მიიღო. სამედიცინო პერსონალმა პროტოკოლის შესაბამისად სამართალდამცველები გამოიძახეს. მათ პაციენტი დაკითხეს, თუმცა მეორე დღეს ის კლინიკიდან სახლში გაეწერა. მაგარამ აბასოვი შემოსულია 22 საათზე და 10 წუთზე ღამე. აღენიშნებოდა ნაკვეთი ჭრილობა, სადღაც 0.5 სანტიმეტრი მარცხენა ფერდქვეშა არის, მეცხენეკ. თვითონ ამბობდა ეს პაციენტი, რომ წავიქეცი და რაღაცას ჩამოვარტყი. პატარა ექსკორიაციები, ანუ ნაჩხაპნები აღენიშნებოდა კიდეს სახელი. და ეს სიღრმე, რასაც ამბობთ, შეიძლება დანიტყობილიყო ცივი იარაღით მიყენებული? ამას ვერ იტყვით ესე, მე არა ვარ ექსპერტი. ნაკვეთი ჭრილო შეიძლება რამე ბასსაც დაცემოდა, შეიძლება დაინთაც ყოფილიყო. ეს უკვე გამოძიების საკითხი. გზას გარდაბნის პოლიციაში ვაგრძელებთ, რომ გავიგოთ რა უთხრა დაშავებულმა პაციენტმა სამართალდამცველებს და ხომ არ არის ის კავშირში 2 აპრილს მომხდარ მკვლელობასთან. ჩხუბი მოხდა და ერთი ბიჭი გადაიყვანეს კლინიკაში. პოლიციამ მისული იყო დაკითხა. მე მაინტერესებს ახლა ამ საქმის დეტალები, რო დაკითხეთ, რა გაიგეთ. ვერ გახსოვს პასუხს მართლა ვერ გახსოვს. და ვინ არის ვინც გაგხსნის პასუხს? არ ვიცი, ანუ მართლა ვერ გითხოთ მაგას. ვინ იყო, ვინ მორიგეობდა იმ ღამეს? არ შეგიძლიათ რო გაიგოთ? არა,
გზა მკვლელობაში ბრალდებული საცხოვრებელი სახლისკენ გავაგრძელეთ. მეზობლები ღიად არ საუბრობენ, თუმცა ამბობენ, რომ ემინ იუსუფოვს კრიმინალური წარსული ჰქონდა. კი აქ ცხოვრობდა. გავიგე რაც მოხდა, მაგრამ როგორ ან რატომ მოხდა, არ ვიცი. შეიძლება იჩხუბეს და შემდეგ მოხდა. ახალგაზრდები არიან. ბრალდებული სახელი არ ვიცი, თუმცა ქუჩაში რომ შეგხვდებოდა, ადამიანურად ვესალმებოდით ერთმანეთს. მე აქ იშვიათად ვარ. თურქეთში ვცხოვრობ. ისიც კი არ ვიცოდი დაკავებული თუ იყო. Всегда, когда увидел, поздоровался, по-человечески. არ ვიცი, ანუ მე არ ვიცი, იმან მოკროთქონა. და ვინც არის დაჭერილი იმას იცნობთ? ახლოდან არა, მაგრამ მეზობელია. ჩვენ შევეცადეთ მოკლულის მეგობრებს გავსაუბრებოდით, რათა მათგან უფრო მეტი დეტალი გაგვეგო. იცნობდა ამბიც სუმითი? დიდი ხანია იცნობდა? ქორწილში არ იყო ეს ბიჭი? არა. ანუ სულ სხვა კონფლიქტზე არის საუბარი, რომელიც შეიძლება გუშინვე დაიწყო, ხო? მაგვა კარდაცული. და ის ვინ? ჩაში ვინ? დანაირი ადამიანი. Her acı zamanla geçmez. Her giden mutlaka dönmez. ეს უმუთ ბაირამოვის ქორწილის კადრებია. ქორწილიდან ზუსტად 5 დღეში უმუთ ბაირამოვის სასტიკი მკვლელობის მსხვერპლი გახდა. მისი ქვრივი 5 თვის ორსულია. კარგი ბიჭი იყო, ძალიან დასანანია, ასეთი დანაკარგია, ყველა ერთმანეთს იცნობს. სკვერში ხშირად ჩამოდიოდა, ყველას ძალიან უყვარდა და პატივცემდა. მარი პატიოსანი ოჯახი იყო ჩვეულებრივად. არაფერი ისეთი სასწაული რომ ან დიდი ფულის პატრონი, ან ქურდულ სამყაროსთან ურთიერთობა. ემინ იუსუფოვს ბრალი უკვე წარედგინა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 100-მერვე განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.